წავიდა 3, 2, 1. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი დანელია და დღეს საკმაოდ განსხვავებული ვიდეო გვაქვს, რადგან დღეს უნდა ვისაუბროთ Bosch-ის 3 ძალიან საინტერესო ხელსაწყოზე. Bosch-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში გამოგვიგზავნა აი ეს ძალიან საინტერესო ხელსაწყოების ჩანთა, რადგან როგორც ჩანს ნახულობენ ჩვენს ვიდეოებს, სადაც ძალიან ხშირად ვიყენებთ მსგავს ხელსაწყოებს და რა თქმა უნდა, ამ ჩანთაში მოთავსებულია Bosch-ის პროდუქცია Pro Mix ინსტრუმენტების კომპლექტი, რაც გულისხმობს ელექტრობურგს, ელექტროპერფორატორს და რა თქმა უნდა, კუთხ საჭრელს და სახეხს, იგივე ჩვენს ენაზე ბარგალკას. ესეც ჩვენი ბურგი, ჩვენი ბარგალკა, იგივე კუთხ სახეხი, ესეც ჩვენი პერფორატორი. და ბუნებრივია ჩდება კითხვა, რატო დევს მხოლოდ და მხოლოდ ეს 3 ნივთი აქვს და საერთოდ რატო ვიღებთ დღეს ამ ვიდეოს. პირველი მიზეზი არის ის, რომ აი ამ სეტის შეძენის შემთხვევაში, რომელიც არის სოლო სეტი, საჩუქრად იღებს მომხმარებელი აი ამ ელემენტს და რა თქმა უნდა, აი ამ ხელსაწყოების ჩანთას, რომელიც დამეთანხმებით საჭიროა ამ ყველაფრის შეძენის შემთხვევაში. რაც შეეხება ამ ელემენტს, ეს 18 ვოლტიანი ელემენტი გამოიყენება ამ სამივე დივაისზე და ასევე გამოიყენოს Bosch-ის სხვა 18 ვოლტიან დივაისებზე. და რეალურად ამ აქციის მუღამი არის ის, რომ ასე შეძენა ბევრად უფრო იაფიჯდება, ვიდრე თითოეულის ცალკე სეტში შეძენა ორი ელემენტით, დამტენით და ასე შემდეგ. და სანამ ექსპერიმენტებზე გადავალ, რომელიც ძალიან მეჩქარება, უნდა გითხრათ, რომ თუ ამ აქციით ისარგებლოთ 1 აპრილამდე, აი ესეთი საჩუქრების მიღება შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში თუ შეხვალთ ვებგვერდზე Promo Tools-ში და ქვითარს დააკლეიმებთ, ანუ შეიყვანთ ქვითრის მონაცემებს, საჩუქრად მიიღებთ აი ესეთ დამატებით საჩუქრებს. всё, სრული კომპლექტი გვაქვს და ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ ნელ-ნელა ტესტინგი და ვნახოთ თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს. მანამდე გაგრძელება არ გვაწყენს. მოდი დავიწყოთ ბურგი ხრახნ დამჭერით, იგივე შურუპავიორტით. ამისათვის გამზადებული მაქვს 5 სხვადასხვა ზომის ხრახნი და შეგვიძლია დავიწყოთ ამით ექსპერიმენტი, შემდეგ გადავიდეთ უკვე ბურგზე. მანამდე კი ერთი-ორი სიტყვით უნდა ვთქვა ამ ხელსაწყოზე, ესე იგი უჩვენო ძრავით არის აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ეფექტურობით და უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის და ეს ძრავი ბევრად უფრო ისე ჩათვლილია, რომ ბევრად უფრო შედეგიანია. მოსახერხებელი ჩამკეტი, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ გახსნათ, შეცვალოთ ვაზნა და დააბრუნოთ ისევ. ასევე აქ გვაქვს სხვადასხვა სიმძლავრის მისათითებელი შესაძლებლობა, რადგან თითოეულ ხრახნს თავისი ჯოული გააჩნია და შეგიძლიათ კონკრეტულად მაგის მიხედვით მიუთითოთ, ან უბრალოდ ჩართოთ სტანდარტულზე, მაქსზე და ესე გამოიყენოთ. გვაქვს ორი რეჟიმი სისწრაფის, მოსახერხებელი ღილაკები, საკმაოდ პრაქტიკული არის ხელში დასაჭერად, ხოლო დანარჩენში კი ერთად დავწმუნდებით აი აქ. ხო, არ დაგავიწყეთ, რომ ღამით მუშაობისას ფანარი გააჩნია, რომელიც ძალიან ამარტივებს ამ სამუშაოს, იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ ანტენას ვაყენებდი სახურავზე და ღამე იყო და მოკლედ ეგრე არ მქონდა და სავარაუდოდ მესამე სართულიდან მომიწევდა ნახტომი. ეხლა კი შევცვალოთ ვაზნა, რომელიც უკვე აქვს და დავაყენოთ ჩვენთვის შესაფერისი. სხვათა შორის ეს ის არის, რაც 1 აპრილამდე აქციაში არის და მოყვება. არ დაგვაგვიწეს, რომ პირველ რეჟიმზე მიყენია ჯერჯერობით მხოლოდ 3, 2, 1. იგივე ზომის შურუპი, ოღონდ უკვე მეორე სიჩქარით და გავტესტოთ. სად ვართ? 3, 2, 1. ძალიან საინტერესო იქნება ამის შედარება სხვა დივაისებთან, იმიტომ რომ მიმგონია, რომ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. და რა ვიცი, ძალიან ღრმადაც ჩავედით. კარგი, შევცვალოთ და გავუშვათ უფრო გრძელი, ამჯერად. აჰა, აქვე. სად ვართ? 3, 2, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალია, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ. 3, 2, 1. ცოტა კი გაგვიზალიანდა, მაგრამ შედეგი სახეზეა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ლეველზე. ეს უკვე მგონია, რომ ისეთი სერიოზულია და ალბათ ჩვეულებრივ ბურგს შეიძლება ვერც მოთხოვო. ნახოთ, პირველი სიჩქარე წავიდა. ხო არ გადაობ. პირველ სიჩქარეზეც კი ერთი არ დაფიქრებულა და არ შეფერხებულა. კარგი, რა პრობლემაა, უფრო დიდი. მიშო დამიფიქსირებს. მეორე სიჩქარეზე არც კი გადავთავ. ვინ თქვა არ შეუძლიაო, ჰა, მიშო? რავი, აი ამაზე გრძელი შურუპი თუ რამე გაქვთ და დაგჭირდებათ, სიამოვნებით დამიზახეთ, მოვალ დაგეხმარებით. ეხლა კი მოდი გადავიდეთ ბურგვაზე. ესეც ასე, ახალი ვაზნაც დაყენებულია და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკმაოდ მარტივია პირების შეცვლა.
მზად ხართ? წავიდა, ისევ პირველი მოუდი ხალხო. არანაირი ექსტრა შესაძლებლობები. 3, 2, 1. ეხა ჩემი აზრით, აი აქ ეს ფიცარი იქნება თუ სამჯერ ამაზე სქელი, ნიშნულობა არ ექნება, იმიტომ რომ პირველივე რეჟიმით კი საკმაოდ მარტივად გაართვა თავი ყველაფერს. არ გჯერათ? კარგი ბატონო, მოდი ისევ პირველი სიჩქარით გავაკეთოთ ექსპერიმენტი და ორივეში ზედიზედ თუ გავალთ, ეგ ვნახოთ. პირველი სიჩქარე და მასე შეუძლია პირველი სიჩქარით. მოდი მეორეთი თქვათ დროის ნაწილში რომ ვნახოთ ზუსტად როგორი შედეგი გვექნება. გადავწეთ მეორეზე და წავიდა. ორჯერ უფრო სწრაფად. ძალიან კარგია. მე პირადად აი ესეთი პატარა ხელსაწყოსგან ესეთ მაგარ შესაძლებლობებს ელემენტზე არ ველოდი, მაგრამ 18 ვოლტი თავისას შვება. მაგრამ ყველაფერი ეს არ არის. იქიდან გამომდინარე რომ უჩოთკო ძრავები გვაქვს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ჩვენც უნდა დავწმუნდეთ. ესეთი პატარა ექსპერიმენტი გადავწყვიტე. მუშაობს. მაგრამ მუშაობისას მოვიდა წვიმა, დაგვდა წყალი და ჩაგვივარდა. და ჩაგვივარდა ბიჭო, რაღაცა მუშაობთ, ეხა ამის დრო იყო, აუ, კარგი რა, ხელსაწყო ხო არ გამიფუჭდება, ფიქრობთ რა. რა იყო ეს წყალში ჩავარდნა და რაღაცა აუცილებელი იყო, ფიქრობთ. გავა რამდენიმე წამი, აიღებთ შურუპს, უმიზნებთ და თან ნერვიულობთ რა. ადებთ და ამ დროს 3, 2, 1. მაგრამ ეს კი არ არის ყველაფერი კიდე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თუ წყლით სავსე ტაშტის ან ვედრის მიშურუპება დაგჭირდათ, კედელზე ან ფიცარზე, ჩაყობთ და აკეთებთ. მოდი გადავიდეთ შემდეგ ხელსაწყოზე. შემდეგი ხელსაწყო კუთხსახეხი, საჭრელი, ვარგარკა, რომელიც რა თქმა უნდა არის ქვის და მეტალის საჭრელად განკუთვნილი და არა მარტო საჭრელად, არამედ შეგიძლიათ ამით დაამუშაოთ, ასევე გახეხოთ ზედაპირი და ასე შემდეგ. ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი და ვნახოთ თუ რამდენ წუთში წამში შევძლებ აი ამ რკინის ნაჭრის გადაჭრას. წავიდა 3, 2, 1. გავედით ბოლოში. Good job my friend. მეგობრებო, დაახლოებით მე, რომელიც არ ვარ გამოცდილი ამ სფეროში კონკრეტულად ძალიან კარგად, დამჭირდა 4 წუთი ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, 5-იანი შველერის გადაჭრა 4 წუთი ნახევარში და 4 წუთში შეიძლება გამოცდილისთვის. მე მგონი, რომ საკმაოდ საინტერესო შედეგია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს კონკრეტული ხელსაწყო არის 4 პოლუსიანი ძრავით აღჭურვილი, როგორც ამას ბოში გვეუბნება და წონით არის საკმაოდ მსუბუქი. 2 და 300 არის კონკრეტულად აი ეს მოდელი, რაც როგორც ნახეთ, საკმაოდ პრაქტიკულია უშუალოდ გამოყენებაში. და დღეისათვის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც დაბალ ბიუჯეტიანი პერფორატორია, ესე ვთქვათ, და რომელსაც გააჩნია 3 მუშაობის რეჟიმი. ნუ პირველი რეჟიმი, ბურგის რეჟიმი, სტანდარტულად. ესეთი. მეორე ბურგი პლუს ჩაქუჩი, ანუ პერფორატორის რეჟიმით. მესამე მხოლოდ პერფორატორის რეჟიმი. რომელიც მხოლოდ ვიბრაციას გამოსცემს. მოდი ჩავატაროთ რამდენიმე ტესტი. პირველი ჩავატაროთ ქვაზე ტესტი და საინტერესოა როგორი შედეგი გვექნება. სანამ ექსპერიმენტს დავიწყებთ, განახებთ რომ აი ესეთი მოსახერხებელი თავი აქვს ამ პერფორატორს, სადაც შეგიძლიათ SDS ბურგების დიდი არჩევანი მოათავსოთ, ძალიან მარტივად. ეხლა ვაყენებ კონკრეტულად ბურგვის და დარტყმის რეჟიმზე და ნახოთ რა შედეგი დაიდება უშუალოდ ქვაზე. წავიდა. ეგ არის, გავედით ბოლოში, შეგვიძლია ამოვიდეთ და ნახოთ შედეგი აი ესე. აჰა, ძალიან მარტივად. ეხლა კი მოდი გადავწოთ უშუალოდ ჩაქუჩის რეჟიმზე და ვცადოთ აი ამ ქვის დამტვრევა.
ეგარი რა. მოკლედ ესეც ასე, მე მგონი საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტები გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევადარო ასევე სხვა დივაისებსაც შემდეგში. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ Pro Mix კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს აი ამ სამ სხვადასხვა ხელსაწყოს, Bosch-ი საჩუქრად აყოლებს ელემენტს, რომელიც ამ სამივეზე და კიდე სხვა დივაისებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ხელსაწყოების ჩანთას, ხოლო ამ აქციით თუ 1 აპრილამდე ისარგებლებთ, დამატებით სხვადასხვა აქსესუარები მოყვება თითოეულ მათგანს. ასე რომ მე მგონია, რომ ამ აქციით ამ ხელსაწყოების შეძენა ბევრად უფრო ხელსაყრელია ფინანსურად, ვიდრე ცალკეულად თითოეული ხელსაწყოს ცალკე კომპლექტში შეძენა. ესეც გერმანული ხარისხის ტესტინგი თქვენს ეკრანებზე და ჩვენს არხზე. ასე რომ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და ვეცდები ყველაფერზე გიპასუხოთ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ GD Tech-ის არხი, დააჭიროთ subscribe ღილაკს და რა თქმა უნდა დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. დროებით.